პრიზისთვის საფრანგეთის, ავსტრიის, ბელგიის, ესპანეთის, კუბის, არგენტინის, ირლანდიის, თურქეთის და ჰოლანდიის ფილმებიც იბრძოდნენ. მაგრამ შედეგების გამოცხადებამდეც ცნობილი იყო ჟიურის წევრების განწყობა, რომლებიც უპირატესობას ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიან ფილმს ანას ცხოვრებას ანიჭებდნენ. პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ქართული დრამა გახდა. დაგველოდეთ, გადაცემის მეოთხე ნაწილში ქართული კინოს კიდევ ერთი წარმატების ისტორიას მოგიყვებით. დაუბრუნდით ეთერში და მე განსაკუთრებით მიყვარს ესეთი დღეები, როცა ბევრჯერ მიწევს მილოცვის სიტყვების და ეს სულსაც ის შემთხვევაა და დარწმუნებული ვარ ჩვენი და ჩვენი სტუმრების სიხარულს ჩვენი მაყურებლებიც გაიზიარებენ, იმიტომ რომ ვინც გულშემატკივრობს ქართული კინოს განვითარებას, მასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იქნება. Cinema Jove ეს არის პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც გრან-პრის მფლობელი გახდა ქართული ფილმი ანას ცხოვრება. და სწორედ ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი ნინო ბასილია და ასევე მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი ლიკა ოყროშიძე. მოგესალმებით, გმადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ და გილოცავთ კიდევ ერთხელ. სანამ გადავალთ ფილმზე და ფილმის სიუჟეტზე, რამაც წარმატება მოგიტანათ, გავაცნოთ მაყურებელს თვითონ ეს ფესტივალი და მისი მასშტაბი, ხო, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ძალიან საინტერესოა, სად მოვიპოვეთ გრან-პრი. ეს როგორც მითხრეს, როგორც ცნობილია, ევროპის ერთ-ერთ ხუთ მასშტაბურ ფესტივალში შედის და ამით იყო კიდევ მნიშვნელოვანი ჩვენი წასვლა. ეს არის ესპანეთში, ულამაზეს ქალაქ ვალენსიაში. სიდიდით მესამე ქალაქია და ესე ძალიან მართალი გასაგებია პირველად ვიყავი საერთოდ ესპანეთში და ჩემდა სამარცხვინოდ როგორ არ მომივიდა აზრად ადრე წავსულიყავ, იმიტომ რომ საოცარი ქვეყანაა, შეყვარებული ვარ თვითონ ამ ქვეყანაში. ხალხი საოცარი, თბილი, საოცარი. ჩვენ რო ვამბობთ რომ ხმაურიანები ვარ, ჩვენ რო ვამბობთ რომ ემოციურები ვარ, არა, ჩვენ არაფერი არ ყოფილვარ, ჩვენ ყოფილვართ ჩრდილოელები და ისინი ყოფილან, ვინც ყოფილან, აი აღტოვანებული ვარ. და სხვათა შორის ფილმისადმი დამოკიდებულებაც ესეთი იყო, იცით, დარბაზიდან ხალხი გამოდიოდა, მოდიოდნენ და აი გულზე იყიდებდნენ, ხელს აი აქ მომხვდაო შენი ფილმი, აქო და ჩემ ხელს იღებდნენ და თავიანთ გულზე დებდნენ. ნუ აი ტირილამდე ვიყავი მეც მისული ამ ხელ ემოციებისგან და რასაც საერთოდ არ ველოდი, ეს იყო რომ თვითონ ჟურის წევრები მოვიდნენ ჩემთან. უი, რა საინტერესოა. და როგორი იყო შეფასება? თავიდან ვიფიქრე ვიღაცა ჯერ ორი მოვიდა, ქალი და მამაკაცი და რაღაცას მეუბნებიან რომ შენი ფილმი very touchable, ძალიან მოგხვდაო გულზეო რაღაც, რომ ის როგორ იყო, ეს როგორ რაღაცა დეტალურად დამიწყეს და თქვენ ვინახართ მეთქი ვეკითხებით, თქვენ რომელ ფილმს წარმოადგენთ და რაღაც ისე უბრალოდ ისე რაღაც ჟური მომესმა, კიდე გააგრძელეს და კიდევ ვკითხე თქვენი ფილმი როდის იქნება, ეტყობა ვერ გავიგე, მაინც ინგლისურად ცოტათ ლაპარაკობენ და არა, ჩვენო ჟურის წევრები ვართ და ჟურის წევრები ვართ. პირველად შევხვდი საერთოდ ჟურის და პირველად საერთოდ მეგონა რომ არა აქვთ უფლება ელაპარაკონ რეჟისორებს. ხო, კონტაქტი არ უნდა მოხვდეს, არ ვიცი რაღაც, არ მოქმედოს რაღაცა მათ გადაწყვეტილებაზე. და ჟურის გადაწყვეტილება ობიექტური იყოს. მაგრამ ერთი იყო ესპანელი ქალი და თვითონ იყო ის მამაკაცი იყო ნახევრად ესპანელი, ნახევრად ბელგიელი და ეტყობა ეს ესპანური სისხლი უხდა მასში და აი თვითონ ემოცია ესე გამოხატეს. და განსაკუთრებით დამაბარეს თავიანთი მოწონება აი ჩემი მსახიობისადმი, ლიკა ოყროშიძისადმი მითხრეს რომ გადაეცით რომ აღფრთოვანებული ვართ მისი თამაშით, შესრულებით, დამოკიდებულებით. ნუ ეხლა ეკატერინე დემეტრაძეზე აღარ აგვაქვს ხო, ვინც მთავარ როლშია, ნუ ეგ ულაპარაკოთ, საოცარია, გენიალურია, მაგრამ ლიკა აღნიშნეს და მერე კიდე ბებიაც ახსენეს. ლოგიკური იქნება, რომ დაგვაინტერესებს სიუჟეტიც, ხო, ჩვენ ახლა არასდროს არ გვიყვარს ეს შეკითხვა და თქვენ მით უმეტეს როცა გეკითხებიან რაზეა ფილმი, იმიტომ რომ ნახოს და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს რაზეა ეს φιλმი. მაგრამ რომ გაგვიმხილოთ, მაინც რა სახის შექმნა მოუწიათ აი ამ გმირებს და რა სიუჟეტი ვითარდება. მაყურებელი უნდა მივიდეს და რა თქმა უნდა. თბილისში ყველა მეკითხება, როდის იქნება და კი ვწერ Facebook-ით, მაგრამ ეხლაც მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ეს იქნება დეკემბერში, როდესაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყება და კონკურსი იქნება ქართული ფილმების კონკურსი და პრემიერას გავაკეთებთ ფესტივალზე და შემდეგ უკვე დადგება ჩვეულებრივად კინო ეკრანებზე. მოკლედ რომ მოუყვეთ მაყურებელს, მაშინ თქვენ ძალიან ბევრჯერ გეკრებათ ეს მოყოლელი, ასე რომ მიზავამას, ეს არის ისტორია მარტო ხელა დედისა, რომელსაც ყავს აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვი. და
აქვს ფინანსური პრობლემები და ის გადაწყვეტს ამერიკაში წასვლას, მაგრამ ვერ ახერხებს და კარგავს ფინანს, იმიტომ რომ გადაეყრება ის ადამიანებს. მაგრამ ხო, ეხმარება მეგობარს რომ ამ თაღლიც გადაეყაროს სამწუხაროდ. ოღონდ ლიკა არ ფიქრობს ამაზე, რა თქმა უნდა, მისი მეგობარი იყოს სტუდენტობისას. გოგონების ნამდვილი მეგობრობა. აი ქართველი გოგოები არიან ნამდვილი, რომ ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობენ, ანუ უფრო მაინც ცხოვრება უფრო რთულად მიდის და ირმა უფრო ჩემი გმირი თითქოს უფრო ადვილად ახერხებს ყველაფერს. გაუმართლა ქმარიღას კარგი, ხო. და მეგობრისგან ნამდვილი ამბავია, გქონდათ თქვა საფუძველი. ნამდვილი, იცით რა, იმდენი ცალკეული ისტორია იყო, რომ ერთ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი სინამდვილეა. ანუ აი თავდაპირველად საიდან გაჩნდა იდეა? თავდაპირველად თვითონ ისტორია შემემთხვა, მე არ შემემთხვა, არა, ჩემს მეგობარს უნდოდა უცხოეთში წასვლა, ამერიკაში წასვლა უნდოდა და ასევე მე ჩაუდექი შუაში ღმერთო რამ გამაკეთებინა ეს ვიღაცას და რომელიც თითქოს ამას აკეთებდა ვიღაც ხალი 7000 ლიკას პერსონაჟი იყო თქვენ. 7000 ლარი მოითხოვა ამ ქალმა, მე ძალიან უხერხულად ვიყავი, მაგრამ გოგოს იმდენად უნდოდა წასვლა, იმიტომ რომ მისი ქმარი იქ მუშაობდა, რომ და თან ეს ქალი ეუბნებოდა, რომ კანადიდან გაგიშვებო და მისცა ეს ფული ყველაფერი, მაგრამ გავიდა დრო, ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე ეს ქალი ყოველ დღეს-ხვალ იძახის და იმდენად აი სახეზე ჰაბიტუსი ქონდა თაღლითის ამ ქალს, რომ აი გული მიფანცქალებდა დღეს-ხვალ ველოდი რომ ეს $7000 ჩემი გასასტუმრებელი იქნებოდა. მაგრამ ჩაერია მეზობელი რომელიც ჩემი მეგობარი იყო და გადავრჩით ამ გადაგდებას ეგრეთ წოდებულ გადაგდებას. რასაც ვერ გადარჩა ფილმის მთავარი გმირი. და ეს არის რეალობა სამწუხაროდ, რაც შეიძლება ხშირად მოხდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თუნდაც. მომხდარად. მექსიკიდან გადაუყვანია ზუსტად ვიცი ეგ ამბავის და რაღაცა წყლის მილში გაუძვრენიათ ადამიანები, ქართველები, ქალები მათ შორის ზოგიერთი იქ დაუჭერია, ზოგი დღესაც მექსიკის ციხეშია და რაღაც აი საშინელი კატასტროფით ვთავრდება და ვინიც ის იქნებ კარგიც არის ეს გოგო რო ვერ წავიდა ჩემი გმირი ამერიკაში დარჩა და სხვა რაღაცა სხვანაირად გააგრძელებს ცხოვრებას. ჟიურის შეფასებებზე საუბრობდი და როგორც ვიცი ჟიურიმ განსაკუთრებით გამოყვა ასევე იუმორი ფილმში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დრამაა და მძიმედ მიმდინარეობს ბუნებრივად და ის ამბავი საკმაოდ რთულია მაყურებლისთვის თუნდაც ანახავად. იუმორი ხო ძალიან რთულია ალბათ ამ ზღვარის დაცვა მართალია და სწორედ აი ამ ძიმე ისტორიაში რომ მაყურებელი გააცინო და გააღიმო. კი, ესეც ჩვენი ცხოვრება, ხო ჩვენც ესე გვემართება, ეს ჩვენი მენტალიტეტია და თვითონ როდესაც წერდი ამ სცენარს, ეს თავისით მოდიოდა, იმიტომ რომ მე თვითონ შინაგანად ვგრძნობდი, რომ აი ძალიან დავითრგუნი ახლა და აი ხა რაღაც უნდა მოხდეს, ახლა ამოსუნთქვა უნდა იყოს და თავისით მოდიოდა ეს იუმორი. მაგალითად გოგონები საუბრობენ, როგორ შეავსონ ვიზა და ეს ეხმარება, ეს უწერს, ისე უბნება რამე ქვეყანაში ხარ ნამყოფი, ისე უბნება არა, ეს ცუდია, რაღაცა ეს გაქვს ანახი, არა, ის ყველაფერზე არა, ცუდია და ამ დროს ეს ჩართავს რაღაც ლეპტოპს და უყურებს იქ რაღაც პორნოგრაფიულ სცენებს და ეს რა არის და აი ჩემი ქმარი მიმდგარიო და ამას უყურებს მთელი მიდი გოგო ნახე იქნება იქ გრუპენ სექსიც უიმე არა ამის პასვორდიო არ ვიცი ესე უბნება და თან ეს მძიმედ არის 7 თვის და აი ამ დამოკიდებულებამ აი ამ ძიმე სიტუაციაში ამათმა ესეთმა ურთიერთობამ გააცინა მაყურებელი ასე საოცრად ცეკვავს ერთ ადგილას სადაც ესენი რაღაც შემთხვევით ვიღაცის პულს ნახავენ აფრიალებენ ამ ფულს და ამ მუსიკაზე აი მიუხედავად იმ ძიმე სიტუაციაზე საოცრად ცეკვავენ, საოცარი ენერგია მოდის ორივესგან. ფინალიც არ მოგეყოთ ხელებს. რამდენი ხანი იწერებოდა სცენარი და როგორ შეიცვალა თქვენ ყავდათ ასევე კონსულტანტი? კი. არის კაპლუნი, საოცარი ადამიანია, ის ჰოლივუდში მუშაობდა და საერთოდ თვითონ ეს ფორმულა, სცენარის ფორმულა, განვითარება, კარგად იცის, კარგად გრძნობს ფილმს და აი ჩემი აწყობილი სცენარი, როცა წაიკითხა, 3 ისეთი სცენა შემომთავაზა, რომელმაც მართლა მივხვდი, რომ ფილმი წელში გამართა. და სხვათა შორის ეგ არის ადრე რუსეთიდან წასული ებრაელი, რომელიც ისრაელში დასახლდა და იქედან მიაღწია ამ წარმატებებს და
მან იცის ჩვენი ქართული მენტალიტეტით. მე არ ვიცი ეს აბსოლუტურად უცხორო ყოფილიყო და უცხოელი ან ამერიკელი ან ინგლისელი, არ ვიცი როგორ შემოვიდოდა ამ ისტორიაში, მაგრამ ძალიან ვენდე ვინაიდან რაღაც მაინც ერთ ეპოქაში ვცხოვრობდით ხო და რაღაც იცის ეს ჩვენი მაინც პოსტ საბჭოთა ქვეყნების მენტალიტეტი და ძალიან დამეხმარა მართალი გითხრათ. და ყველაზე მეტად დამეხმარა ჟანა სარდლიშვილი, პროდიუსერი, რომელმაც 250,000 ლარად გამაკეთებინა ეს ფილმი. აი მე არ ვიცი მან რა გააკეთა იქ, იმიტომ რომ იქაც მკითხეს. პირველი რაც მკითხეს პრესკონფერენციაზე, მკითხეს რომ ბიუჯეტი რამდენი იყო, მე ვთხარი $100,000. როგორ მე ვიღაცამ დაწერა, ეგონა არ ვიცოდი იმდენი ინგლისური და ხო შეცდომით ვამბობდი, ვაჩვენე $100,000 და ვინ იყო შენი პროდიუსერიო? ჟიურის თავმჯდომარე მეკითხება, ჟანა სარდლიშვილი საოცარი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ეგეთი რაღაცები და გათხოვილიაო. მეც მინდა ეგეთი ადამიანი ჩემს გვერდით სასწაულებს გამიკეთებს ცხოვრებაში. მე მინდა გკითხოთ თქვენ გმირი რამდენად გყავთ? პირველად რო წაიკითხეთ სცენარი, რა შტაბიჭდილება დატოვა და საერთოდ ფიქრობთ რომ ეს არის ფემინისტური ფილმი? ძლიერ ქალებზე. არა, ჩემი გმირი მე მგავს ალბათ. რა ვიცი, მე მგონი მგავს ხო? არ ვიცი შე როგორი თამაში, მე შენ არ გიცნო საერთოდ ვინახეს საერთოდ. გმირი რა თქმა უნდა ყველა ვეძებთ რა თქმა უნდა საერთოს და მეტნაკლებად ახლა ბევრი რამე ვნახე, მეც შეიძლება ძალიან ცუდად იყოს ყველაფერი, მაგრამ მაინც ვეძებ რომ ყველაფერი კარგად იყოს და ალბათ ამაში ვგავარ და ადვილად უყურებს ირმა ბევრად უფრო ცხოვრებას, რაც არ აქვს ანას და ალბათ ის იმდენად იზიდავს ამ დაძაბულობებს, რომ მართლა ყველაფერი უბედურება რაღაც მას ემართება, ხო? და ირმა უფრო მაინც რაღაცა ირმა კარგად გათხოვდა. ირმა ხო კარგად გათხოვდა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ისი ქმარი პორნოგრაფიას უყურებს. მაგრამ ამას იღებს, ნუ ეს გაგებით იქ მიხვდები რატო იღებს გაგები. აი რთულია ძალიან რომ საკუთარ ნამუშევარზე ისაუბრო, შეაქო, ან გააკრიტიკო, მაგრამ თქვენი აზრით რა იყო მთავარი რის გამოც აი ესეთი შეფასებები გამოატანეს თქვენთან, რომ განსაკუთრებული იყო მართლა თქვენი შესრულება. აი მთავარი სირთულე რა იყო თქვენთვის, რაც მე აღმოჩნდა რომ ჟიურის წევრებმაც გამოარჩიეს. ერთი რომ დიდი მადლობა ნინოს რომ იცმე მენდო და მათამაშა ეს როლი, იმიტომ რომ ესეთ მეორე ხარისხოვანი ესეთი როლი, ნუ პრინციპში მე პირველად ვითამაში. კი იყო რაღაცები, მაგრამ ნუ ეს იყო გასაკეთებელი როლი. თავი გავართვი როგორ, რა ვიცი, ალბათ მაყურებელმა უნდა თქვას, ხო? ის რაღაც შემომითვალა ჟიური, მე ძალიან სასიამოვნოა და რა ვიცი, გვიყვებოდი კიდევაც გარეთ, რომ წავიკითხე SMS რამლები წამომივიდა და ირგვლივ რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც ვერ მიხვდნენ რატო ტიროდი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. იმაზე სასიამოვნოა, რომ ეს საერთოდ ვიღაც გიფასებს ნამუშევარს, ამაზე კარგი არაფერი არ არის. თუნდაც ის სიტყვიერი ნამუშევარი, რაც სიტყვიერი შემოთვლა, შეფასება, მასაც მნიშვნელობა. აი მაყურებელთან ერთად როცა უყურებდით თქვენს ფილმს, რამდენად დაემთხვა თქვათ მაყურებლის რეაქცია თქვენს წინასწარ განსაზღვრულად? იცით რა, აი სხვადასხვა ქვეყანაში რეაქციები სხვადასხვანაირი იყო. მაგალითად, პირველად ჩვენ შვედეთში ქონდა მსოფლიო პრემიერა, სადაც ინგვარ ბერგმანის პრიზზე იყო ფილმი წარდგენილი და დილის 10-ის ნახევარზე იყო ერთხელ და მეგონა არავინ მოვიდოდა და შევედი დარბაზი იყო სავსე, მაგრამ მაყურებელი აი თვითონ ემოციების გამოხატვით უფრო ესპანელები იყვნენ, სადაც უფრო ხმაური და რაღაც ის მოდა სიცილით რა ემოციურად და თქვა შვედეთში უფრო გაწონასწორებულები იყვნენ, მაგრამ მაინც გამოსვლის დროს ყველა მოდიოდა ჩემთან და ესე მიჭერდნენ ხელს და გააგრძელე მუშაობა, კიდე გადაიღე ფილმი, მაგრამ ნუ ფილმის გადაღებას რა უნდა, თქვენ კი იცით ახლა კი მაგზად ორი სცენარი ეს პროექტი შედგა, ფილმი გადაიღეთ და წარმატებას მიაღწია და კიდე მიაღწევს, იმედია, მაგრამ რეალურად ეს პროცესი რამდენად რთულია თქვენთვის და სხვა რეჟისორებისთვის, ვინც ქართულ რეალობაში ცდილობს რომ გადაიღოს. ეს ძალიან რთული პროცესია. ჩვენ დამოკიდებულები ვართ მხოლოდ ეროვნულ კინოცენტრზე და ეროვნული კინოცენტრის პროექტია, გამარჯვებული პროექტია ეს ნანას ცხოვრება. მაგრამ ხომ ვერ გაჩერდები ადამიანი, უნდა გადაიღო, კიდე უნდა დაწერო, მაგრამ კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა, სადაც 17-18 ადამიანი მონაწილეობს, სხვასაც უნდა ფილმის გადაღება და ორი ფილმის დაფინანსებით შეუძლებელია რა ადამიანმა რაღაც
ამისგან გამომდინარე დაფინანსება არის მინიმალური იმისთვის რომ შექმნა კარგი. აი ამახლა ვიღაცამ დაწერა Facebook-ზე როცა თქვა დადეს ინფორმაცია რომ როცა ხედავს სახელმწიფო რომ ქართული ფილმები ესე გავიდა ეგერ ნანა ექვთიმიშვილის ფილმი ყაჯიშვილის აგერ ჩემი ფილმი როცა უკვე ახმაურდა მსოფლიო და რაღაც საქართველი გადის რაღაც მოემატოს ხო ამ დაფინანსებას არ შეიძლება ცოტა მეტმა ადამიანმა გადაიღოს იგივე ახლა მე რამდენი წელი უნდა ველოდო ახლა შემდეგი ფილმის გადაღებას ალბათ 2-3 წელი და ვინ იცის იმიტომ რომ მანამდე 10 წელი თქვა არ გამიკეთებია ხო არაფერი და აი ერთი მაგალითს ვიტყვი გერმანულმა ფილმმა რომელიც კანის ფესტივალზე კონკურსში მონაწილეობდა გერმანული ფილმი უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ კონკურსში მონაწილეობდა და გერმანულმა გერმანიამ გაიჟღერა კანის ფესტივალზე ზუსტად ერთ კვირაში როგორც კი ეს ფილმი გავიდა 10-ჯერ მოუმატა დაფინანსება გერმანიის ეროვნულ კინოცენტრს და მათი ლოზუნგია ახლა რაც შეიძლება მეტი წითელი ხალიჩა გერმანული ფილმისთვის. ნუ თუ არ შეიძლება საქართველოს მთავრობა დაფიქრდეს იმაზე რომ რაღაცა პოზიტივი და აი ესეთი ხელოვნების კუთხით დაანახოს მთელ მსოფლიო საქართველოს და არა მხოლოდ აი ამ ომების და საქართველოს მთავრობა დაფიქრდეს რაღაცა ნონსენსი მგონია ხალხის ეჭვერს ცოტა სასაცილო. ხო დაფიქრდეს არა. ესეთ ამოინტერესებს საერთოდ თქვენ საუბრობთ რომ გაქვთ ორი სცენარი თქვათ რა არის თქვენთვის მოტივაცია როცა იღებთ ფილმს ეს არის ათქმელი აი ამ ფილმის შემთხვევაში თუნდაც რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ადამიანები უნდა გაიცნენ იმიტომ რომ აქ გადარჩენა ძალიან რთულია იმიტომ რომ ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი ხო ანუ არა უწევთ გაქცევა ყოველ შემთხვევაში თქვენი გმირიც ამის ჩვენება მინდა ხო ანუ თქვენთვის ანუ თავარია სათქმელი თუ თქვათ რაღაც ისტორია იდეა რომელსაც ნუ გადაიღეთ სათქმელი იდეა ჩემთვის ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა იმიტომ რომ მე აი ხო მოვყევი როგორ სიტუაციებში აღმოვშდი ხოლმე და ძალიან ბევრს ვიცნობ ესეთ ადამიანებს ამის ჩვენება მინდოდა მაგრამ მე არ ვამთარებ ისე რომ ადამიანი გაიქცევა ჩემი გმირი რჩება და უბრალოდ სხვა რაკურსით სხვა კუთხით უყურებს ცხოვრებას და რაღაც უფრო სხვა მოტივაციები უჩნდება რომ ისევ ამ ქვეყანაში განაგრძოს ცხოვრება, არა? და სხვა შემდეგი თუმცა სათბოულობთ, აი თქვათ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა იცით, ისეთივე როგორიც გადახდა თქვენს ფილმის გმირს. ხო. თქვათ აი ესეთმა ადამიანმა რომ ნახოს თქვენი ფილმი. აი ბოლოს რა შტაბისტილება დარჩება. ანუ ეს არის რომ ანუ ძალიან რთულ და ისეთ შეკითხვას გეუბნებით, რომელზეც შეიძლება საერთოდ პასუხი არ არსებობდეს, მაგრამ მაინც ვალენსიაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი ქალი. რომლებიც ჩასულები არიან ესე მე არ ვიცი ხა როგორ გაჭირვებით ჩავიდნენ თუ როგორ ჩავიდნენ მაგრამ დღეს იქ ცხოვრობენ და უვლიან ბებოებს ხო ერთი მოსული იყო დავის ბებოსთან ესპანელ ბებოსთან ერთად ფილმის იმიტომ რომ მე რამდენიმე მოსაწვევი მომცეს და გავავრცელე Facebook-ით თუ ვინც კი ვალენსიაში ქართველი ცხოვრობს ყველა მოვიდეს ყველა შევიყვან კინოთეატრში და მოვიდნენ ესე 15-20 კაცი 20 ადამიანი იყო მოსული ბავშვებით ის მათთვის ეს ძალიან ახლობელი იყო ეს თემა რო გამოვიდა ეხა არ არის მე რო გითხრათ ესეც სატირალი ფილმი მაგრამ იმდენად ახლოს მივიდა ეს პრობლემა მათთან რომ ყველა სწორედ დისტანციაზე ხარ და შორს ხარ ასე საქართველოსთან რა თქმა უნდა უფრო მძაფრი იქნებოდა და ეს სათქმელი იყო ჩემი იმიტომ რომ მე ეს მაწუხებს მეორე თემა ხა რაზეც მაქვს ეს მეორე სცენარი მაწუხებს ძალიან ეს აფხაზეთის ომი რა ვქნა შეიძლება ვიღაცას მოყირჭდა მე არასოდეს არ მომყირჭდება არ ამომივა ყელში ვთქვათ ის კადრები რომელსაც ყოველ ჩვენებისას ჭუბერზე გადმოსვლის უღელტეხილზე გადმოსვლის გონიათ რომ გავიდა უკვე საკმარისი დრო რომ თქვათ ესეთი რეფლექსია იყოს ეს ფილმი აფხაზეთზე ანუ საკმარისი დისტანცია გვაქვს რომ ჩვენ მივშელოთ იმ მოვლენებზე რაც მოხდა იცით რა იმ დღიდანვე შეიძლებოდა ამის კეთება და მეორეც აი ეს ისტორიები იგივე ამ აფხაზეთის ომის ისტორიები მარტო ჩვენ ხო არ ვნახულობთ ამას უამრავ ქვეყანაში გადის და ადამიანებს ეხსნებათ ეს წარმოდგენა საქართველოზე რა მოხდა თუ საიდუმლო არ არის ანუ ვისი პერსპექტივიდან ყვებით ამ აფხაზეთის ომზე ან თავარი გმირი ვინ არის? თავარი გმირი ქართველია. იცით რა ტრილოგიის არა ქალია. ეხლა გეტყვით ზუსტად. ტრილოგიის გაკეთება მინდა ვინაიდან აქ ანა თავარი გმირი იყო და ეს სოციალური დრამა იყო. მეორე ასევე ქალია, უბრალოდ ასაკით ცოტა მეტი, რომელიც ომში გამოდის და როგორ გადარჩება თოთო ბავშვთან ერთად ამ ომში და ტრილოგიის მესამე ფილმი ასევე
ქალია შენიასაკის რომელიც სიყვარულში ქართულ ისტორიაში სასიყვარულო ისტორიებში როგორ გამოდრება რომელიც ასევე დრამატულია მაგრამ ნუ ისეთი მძიმე არ არის როგორც თქვა ომი და შენიასაკის მე მგონი მინიშნება პატარა ხო ხელი დღე უყურებ აკვირდები ხო გამოდგება თუ და აი სცენარი რაზეც დაიწყეთ უკვე საუბარი მზად არის კი მზად არის აფხაზეთი მზად არის ანუ რეალურად დაფინანსება რომ იყოს კი ხვალე გადავიღებ შეგიძლიათ დაიწყოთ ზეგი პრემიერა იქნება სხვა შორის არა მაგ სცენარით ჟიურის აღიარებითი პრიზი მოვიპოვე ამ აფხაზეთის ომის სცენარით და ასევე ნიპკოვის პროგრამის გრანტი მოვიგე რომლებიც ნიპკოვის პროგრამა მეპატიჟება ბერლინში 3 თვით თავიანთი დაფინანსებით ამ სცენარის განვითარებისთვის მაგრამ რატომღაც საქართველოში აი ეს არც გრან-პრი არც თქვათ ეს მიღწევები რასაც რეჟისორი მიიღებს ვერ ვითარდება იცით არ ხვდება არავის არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ მე ესე დამოკიდებულება მაქვს საქართველოში ჩვენ ცხოვრებაზე რომ ყველაფერს ყოველი წარმატების შემდეგ ნოლიდან ვიწყებთ მაინც თავიდან იწყებ ამას არაფერს აი პრიზი მოიტანეო ირმა მითხრა და ხო მოვიტანე პრიზი მაგრამ ნუ აი კაი დავდეთ და რამერე ეს პრიზი თუ თქვათ ხვალ შენ ნაბიჯი ვერ გადადგი და ვერ განვითარდი და ვერ განავითარე ეს თემა ხო არ ვიცი ეს ჩემი პატარა გულის ტკივილია და შეიძლება უნდა მეთქვა კიდეც ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ანას ცხოვრება ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და ბუნებრივია ველოდებით ყველოდის იქნება ქართულ კინოთეატრებში ესე საინტერესოა თბილისის კინოფესტივალამდე რა სად იმოგზაურებს ანას ცხოვრება ძალიან მოკლედ რომ გითხრათ როგორია ძალიან მოკლედ აი ეხლა 10 დღეში მივდივართ ერევნის კინოფესტივალზე სადაც ოქროს აფრიკოსი ძალიან კარგი კინოფესტივალია სადაც ასევე ძირითად კონკურსში ვართ საფრანგეთის ერთ-ერთი ფესტივალია ზუსტად არ ვიცი იმიტომ რომ არჩევთ რომელი გვაწყობს და კოტბუსის კინოფესტივალზე უკვე კონკურსში ვართ ვიცით და კოტბუსის ძალიან მნიშვნელოვანი კინოფესტივალია ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯერჯერობით ეს არის და წარმატებები ფილმსაც გისურვებთ რომ ამ ქალაქებშიც ისე ახლოს მივიდეს ნახველის და მაყურებლის გულამდე ფილმი როგორი გამოცდილებაც გაქვთ ზოგადად, იმიტომ რომ გრან-პრისთან ერთად ეს ალბათ მაინც ყველაზე დიდი შეფასებაა, როცა ხედავ ესეთ ემოციურ მაყურებელს. წარმატებას გისურვებ. შევისვენ ცოტა ხნით და დავბრუნდებით ისევ ლიტერატურის თემით.